Agluțot, dagipharot, gagakharot da dagitsvat ღმერთმა გვირფასო ქრისტეს მიერ საყვარელოდ მეგო და დებო ჩვენთან არც ღმერთ უფალი იყოს ჩვენი ქვეყნის ჩვენი დედა ეკლესიის ჩვენი ოჯახების ჩვენი ცხოვრების ფარველი და მაკურთხეველი დღეს გავიკითხეთ სახარება ძალიან საგულისხმო და უდავიზარებთ ამის დაფიქრებას რა იყო წმინდა წერილის დღევანდელი სიტყვები პავლე მოციქული ბრძანებს რომ ვინც კურთხევით თესავსო ის კურთხევითაც მოიმკისო აქ საუბარია იმაზე რომ ადამიანები სხვადასხვანაირად ვაკეთებთ ხოლმე ზოგჯერ ერთსა და იმავე რამეს ერთსა და იმავე მოქმედებას სხვადასხვაგვარად ჩავდივართ ხოლმე როგორც ქართული გამოთქმა არის სალამიც არის და სალამიც არის გააჩნია ვინ როგორ იქცევა მაგრამ ვინ რა გულით აკეთებს რაღაცას ეს ყველაფერში ასეა თუნდაც სინანული იყოს თუნდაც გასაკეთებელი იყოს რამე და თუნდაც არ გასაკეთებელი იყოს რამე მაგალითად ადამიანმა არ გააკეთა რაღაცა აი არ გაძარცვა არ გატეხა მაგალითად მაღაზია არ გაქურდა იქაურობა ერთმა ადამიანმა მაღაზია არ გატეხა იმიტომ რომ დაფიქრდა და ეს არის უზნეობა თქვა ეს არის ცოდვა ეს არის ვიღაცის ნაშრომის ვიღაცის ნაწვალების ვიღაცის ხვალინდელი დღის დანგრევა და არ იკადრა მეორე ადამიანმა ეს არ იკადრა სხვა მიზეზით კიდევ რომ ეს არ მეკადრება მე ეს არ ეკადრება ჩემ ოჯახს ჩემს აღზრდას და ასე შემდეგ და მესამე ადამიანმა თქვათ იგივე არ იკადრა იმიტომ რომ რა ვიცი კაცო პოლიციაც კარგად მუშაობს აგერ ყველგან კამერებია და დამიჭერენ და გამაბოროტებენ შედეგი შეიძლება აქ ერთი იყოს რომ მაღაზია არ გატყდა ღმერთმა ყველა დაიფაროს რა თქმა უნდა მაგრამ ამ ერთი და იგივე შედეგის უკან დგას სხვადასხვა სიმაღლის სხვადასხვა გონების სხვადასხვა სამი ადამიანი ვინ რაღაცას რატო აკეთებს ან რატომ არ აკეთებს ასევე ჩვენც თუ კი რამეს ვაკეთებთ უნდა ვაკეთებდეთ ღვთის სადიდებლად არა საკუთარი თავის გამოსაჭენებლად და გამოსაფრანჭად არამედ ღვთის სადიდებლად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან აუცილებელი ღვთის სადიდებლად თან რა არის იცით ეს გონებიდან განწყობიდან სულიერებიდან, სულისკვეთებიდან უნდა გამომდინარეობდეს. თუ რასაც ვაკეთებ, მე მარტო არ ვაკეთებ. როგორც ადამიანი რომ რაღაცით გაიხარებს და ეს სიხარული გაზიარებული უნდა ჰქონდეს თავის ახლობლებთან და თავის მეგობრებთან. და ეს ყველაფერი ნამდვილად ადამიანის გულიდან გამოდის. ნამდვილად ისეა, როგორც პავლე მოციქული ამბობს, რომ კურთხევით ვინც თესავსო, ის კურთხევით მოიმკისო. ამას რატომ ვამბობ? მახსოვს ერთი გამოკითხვა წლების წინ ვნახე. ალბათ ერთი 20 წელი იქნება გასული თუ მეტი არა. და ეს იყო უნდათ თითქოს თაობები შეედარებინათ ერთმანეთისთვის. და ეკითხებოდნენ უფრო უფროსი თაობის ადამიანებს. რომ აი ძალიან დიდი ფული რომ იშოვო, რას გააკეთე? და უმრავლესობა ამბობდა რომ აი მეგობრებს პატივს ვცემ ახლობლებს დავეხმარები რაღაცა საქმეს გავაკეთებ რაღაცას ავაშენებ ვიღაცებს დავასაქმებ გააკეთებს თუ ამას არ ვიცით ამას არ ვიცით ღმერთმა იცის ფაქტის წინაშე რო დადგება ვინ როგორ იქნება მაგრამ ადამიანებს ყოველდღიურობაში აი სათქმელი განწყობა მათი წყობა აზროვნება იყო ესეთი და იყო მერე შედარებით სხვა თაობის ადამიანებს ეკითხებოდნენ აი ახლა შენ რო დიდი ფული იშოვო რას გააკეთებ და ყველა ამბობდა რომ აი მე ჩემთვის სამოგზაუროდ წავალ მე ჩემთვის რაღაცას ყველა ლაპარაკობდა მარტო თავის თავზე მე ამით იმას კი არ ვამბობ რომ ერთი კარგია ან მეორე ცუდია მაგრამ არსებობს რაღაცა ნორმალური და არსებობს რაღაცა უკეთესი არსებობს რაღაცა რაც თითქოს და დანაშაული არ არის მაგრამ არსებობს ისიც, რომ კიდევ უფრო მეტია რაღაცა და სიკეთეა, საქმეა, შედეგია.
ჩვენ მარტო შავი და თეთრი გვინდა ხოლმე დავინახოთ. ძალიან კატეგორიული ხალხი ვართ ჩვენ ქართველები. ძალიან გვიყვარს რომ მარტო აი კარგია, ცუდია, მართალია, მტყუანია. ესე არ არის ხშირ შემთხვევაში. ბევრი რამე არ არის ესე და ესეთი დამოკიდებულება ჩვენ ხელს გვიშლის ჩვენ ლამაზ ურთიერთობაში როგორც დღეს, ისე ჩვენი დალაგებული მყარი და ძლიერი ხვალინდელი დღის შესაქმნელი. როცა ადამიანი რამდენჯერ ყოფილა გეკითხება რაღაცაზე აზრს, აი რას ფიქრობ ამაზე? პატიოსნად რო უთხრა რომ არ მოგწონს. წინს არადა რაღაცო მკითხე, თუ ჩემი აზრი არ გაინტერესებდა და თუ ჩემი გულწრფელი პასუხი არ გინდოდა. მაშინ ყოფილიყავი ჩემთვის ბედნიერი და ყოფილიყავი ჩემთვის მაყოფილი. შენ ხო მოგწონს, მე ხო არ გეუბნები რომ შენც არ მოგეწონოს. მე გეუბნები რომ თუ მე მკითხე, მე გეუბნები რომ ეს რაღაცა ჩემი თვალსაზრისით არ არის კარგი და ლამაზი. და ეს არის ხალხო რაღაცა ურთიერთობის კულტურა, რომელიც ჩვენ თუ არ დავადგინეთ, ჩვენ თუ არ დავაწესეთ, არაფერი ისე არ გამოდის. ძალიან ხშირად ხდება ხოლმე რომ ადამიანები ერთმანეთს ისეთი, როგორ ვთქვა, უაზრო მიზეზებით, აი ფსალმუნებში ყოველას გვახსოვს ეს სიტყვები, აქ ლოცვის დროსაც ხშირად ვიხსენებთ ხოლმე მიზეზებად მიზეზთა ცოდვისათა. რაღაცას ჩავიდეთ და სულ ვიპოვით მიზეზს, რატო ჩავიდინეთ ეს რაღაცა. ცნობილი გამოთქმისა არ იყოს, ხო, შემომეპარა, შემომეჭამა, შემომეკარგა რაღაცა და თან მოხდა, მაგრამ თან არაფერ შუაში ჩვენ არ ვართ. და ეს უპასუხისმგებლობა, ხო, ძალიან შორს მიდის მე. შემომელახა იქნება თუ რაც იქნება. ამიტომაც ყოველი ქრისტიანის, ყოველი ჩვენგანის ერთი პასუხისმგებლობა რაც არის ის რომ რაღაცა მყარი წესები შევიმუშაოთ ხოლმე, რომ შევიმუშაოთ რა, უпростоრედ დავემორჩილოთ იმ მყარ წესრიგს, იმ მყარ სულიერ გეზს, მიმართულებას, რომელიც უფალმა ჩვენ მოგცა. და ეს განწყობა ვიქონიოთ შინაგანი, რომ ვაკეთებთ ყველაფერს უფლის სადიდებლად. მარტო ჩემი თავისთვის კი არა, ღვთის სადიდებლად, იმიტომ რომ უფალმა ესე გვასწავლა, ვინც ჩემთან შეიკრებსო, იგი ნამდვილად აგროვებსო ამას და არ დაეკარგება. ხოლო ვინც სხვაგან აგროვებსო, ან თავისთვის აგროვებსო, იგი განაბნევს. აი ეს მომენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ მართლა როგორ ვაგროვებთ? გონივრულად, წნარად, შვიდად, ხვალინდელი დღისთვის ფიქრობთ თუ არა რომ რაღაცა ჩვეულებრივი ვთქვათ ფინანსების ან ჩვეულებრივი თანამდებობის ან ჩვეულებრივი რაღაცის იქით კიდე სხვა რაღაცეებით იზომება. მაგალითად მოდის ადამიანი რომელიც აი ითხოვს რომ მე ამას დასაცინად არ ვამბობ, ამას ვამბობ დიდი წუხილით, დიდი დარდით. მოდის ადამიანი და გეუბნება რომ მინდა ბავშვი მომნათლო. ვეკითხები ხო რა სტანდარტულად გამოვკითხავ როგორ ის გაირკვევა რომ ეს ბავშვი უკვე არის მონათლული და რატო უნდა მონათლო ვეკითხები? ნათლია მინდა გამოუცვალო. რატო უნდა გამოუცვალოს ნათლია? იმიტომ რომ ვიღაცა ნათლია შეარჩია არა ღვთისნიერებით, არა წესიერებით, თუმცა შეიძლება ყველა ჩვენგანი ღმერთო დაგვიფარე, მაგრამ არავინ არა ვართ დაზღვეული რომ ხვალ გადავირიოთ, ღმერთმა ყველა დაგვიფაროს. მაგრამ ზოგადად ხო არის ადამიანი რომელიც რაღაცა მყარად, რწმენით, სიწყნარით და ასე შემდეგ ცხოვრობს, რაღაც აი ესეთი პიროვნებაა ითქვას. ანუ თავისი შვილისთვის ნათლია მან შეარჩია არა სულიერებით, არა ქრისტიანული ღირებულებებით, არა ადამიანობით, არა პატიოსნებით, არამედ შეარჩია იმით, რომ მაგალითად მისი დირექტორი იყო. შეარჩია იმით, რომ ვიღაცა იმ წუთას შეძლებული კაცი იყო და რაღაცა წააგო იმ კაცმა, რა ვიცი მე ბიზნესში თუ მოხსნეს იმ თანამდებობიდან და ახლა ახალ დირექტორს უნდა მოანათლინოს ბავშვი. ხო და ეს ხო რამხელა ცოდვა არის ამას ვერც კი ხვდება ადამიანი. რამხელა აბუჩა დაგდება არის აი ამ საკუთარი ღვთის წინაშე დადებული პირობისა, საკუთარი შვილისა, საკუთარი პირადი ურთიერთობისა ადამიანთან, იმიტომ რომ მაგალითად და მონათლულის მშობელი და ნათლია ერთმანეთისთვის ითვლება ქრისტიანული თვალსაზრისით დად და ძმა. მონათლულის მშობლები და ნათლიები ერთმანეთისთვის არიან დები და ძმები. და უცებ რაღაცა შენი და რომ მოხსნეს თანამდებობიდან ან შენი ძმა რომ აღარ არის მდიდარი, თურმე შენ ის უნდა თქვა რა ქვია გამოცვალო დები და ძმები? აი იგივე არის ეს ხალხი. და ეს იმაზეა თუ ჩვენ რა განწყობით ვცხოვრობთ, ჩვენ რა გულით ვაკეთებთ, კურთხევით ვთესავთ, რო კურთხევით მოვიმკოთ. ამიტომაც ყველაზე მთავარი ხალხო
არა აქვს იმას მნიშვნელობა, ვინ მძღოლი იქნება, ვინ მინისტრი იქნება, ვინ დიასახლისი იქნება თუ ვინ იქნება. ყველა რასაც აკეთებს ღვთისმსადიდებლად უნდა აკეთებდეს და ღვთისმსადიდებლად უნდა აკეთებდეს თანაც სწორი ლოგიკით. არიან ესეთი ადამიანებიც, რომლებიც ტაძარში დადიან. ყველა სხვადასხვანაირები ვართ ხალხო, ახლა ამას ღმერთი უშვებს, რომ დიდი მრავალფეროვნებაა კაცთა შორის. და მოდის ადამიანი ასეთი ზოგს არ უყვარს ზედმეტი ხალხთან ურთიერთობა. ან ისედაც ისეთი სამსახური აქვს 24 საათი ხალხში ტრიალებს და ერთი ტაძარში უნდა რომ წნარად იყოს, თავის თავს ჩაუღრმავდეს, სიმშვიდეში, სიჩუმეში იყოს. ძალიან ნორმალურია ეს, აკრძალული კი არ არის, მაგრამ არ უნდა დაგვავითეს, რომ ჩვენი რწმენა არის ეკლესიური. ანუ ჩვენი რწმენა არ არის მხოლოდ პირადი. ეკლესიური, ანუ ეკლესია ნიშნავს კრებულს, ერთობას. ჩვენ როცა ვლოცულობთ მამაო ჩვენოსაც, ვამბობთ არა მამაო ჩემოს, არამედ მამაო ჩვენოს. ჩვენი რწმენის ნაწილია ის, რომ ჩვენ ყოველთვის ვიღაცა გვერდზე მყოფს, მოყვას ვითვალისწინებთ და ვიხსენებთ. არასოდეს არ ვიტოვებთ ჩვენ თავს მარტო და ჩვენ თავს ყოველთვის ვხედავთ სხვა ადამიანებთან ერთად, სხვა ადამიანების გვერდში. როცა ადამიანი არ ფიქრობს თავის გვერდზე მყოფზე, როცა ადამიანი აი დღევანდელი ერთ-ერთი სიტყვებით, რაც მინდა წერილის ამოვისმინეთ, სწორად ეს იყო, ხო? ურთიერთარ სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ ჯულივი ქრისტესიო. პავლე მოციქულის ეს ძალიან ცნობილი დარიგება. ვის რაღაცა შეუძლია, ვის არ შეუძლია, ეს ცალკე თემაა, ხალხო, შეიძლება არ შეგიძლია და შეგჭამოს ვიღაცამ დამეხმარე და არ შეგიძლია გაქვს შენი თავი გაგჭირვებია, მაგრამ როცა შეგიძლია, რა თქმა უნდა, ეს განწყობა არ უნდა დაკარგო. არ უნდა დაკარგო არავითარ შემთხვევაში, შენითაც უნდა ეძებდე ვიღაცას, ვის რა შეიძლება კარგი გაუკეთო. ვინ როგორ შეიძლება უფრო უკეთესი გახადო და წინ წამოწიო სიტყვით, საქმით, რა ვიცი, იმედით, უამრავი ადამიანია, ვისაც უმადურობით გადაუხდია ხოლმე სიკეთე, მაგრამ ნამდვილად უფრო მეტი ადამიანია, ვინც არ კარგავს ხოლმე მადლიერებას მისთვის გაწვდილი ხელის გამო. და ღმერთმა ამრავლოს და ღმერთმა დალოცოს ისეთი წესიერი ხალხი, ვისაც შეუძლია რომ დააფასოს ის სიკეთე, რომელიც მასთან ღმერთის განგებით და ვიღაცა ადამიანის საშუალებით მივიდა. და როცა ადამიანი არ ფიქრობს არაფერზე, მარტო თავის თავზეა ჩაკეტილი, შეიცვლება რაღაცა, წყობა შეიცვლება, დროება შეიცვლება, რაღაცა აირება და უცებ აერში რჩება ადამიანი. რატომ იყო ხოლმე უფრო მტკიცე ადრე მაგალითად, რა ვქნათ, ეს ჩვენი ცოდვილობის ბრალია, მაგრამ რა რეალობაშიც ხარ ახლა გაითვალისწინოთ, ადამი უცოდველი რო იყო, არც ციოდა, არც ცხელოდა, სამოთხეში იყო, არც ავათხდებოდა, არც ყვდებოდა, მაგრამ ახლა რა ვთქვათ ჩვენ? აქ სიცივე როა, წვიმა როა, ქარი როა, სიცხე როა, არ ჩავიცვათ, არ დავიხუროთ, რაღაცა არ მომნახოთ, ფეხზე თბილად არ ვიპოვოთ, რაღაცა. არა, ჩვენ რეალობაში ვცდილობთ, რომ ფეხი აუწყოთ ამ ყველაფერს. ასევე არის ხალხო, რატო იყო ადრე ბევრი თქვა თუნდაც ოჯახი და ოჯახობა როგორც ესეთი უფრო მტკიცე. და რატო იყო დიდი ერთობა? იმიტომ რომ კი, ვიღაცა თელი შეგნებით იყო იმ განწყობით, რომ ოჯახი არის და დღესაც არიან ესეთი ადამიანები, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ოჯახი, პირადი ადამიანური ურთიერთობა, ეს არის ხელუხლებელი და მშობელს პატივი უნდა სცე, შვილისთვის უნდა იზრუნო, დედმამიშვილი უნდა გახსოვდეს, ნათესავი უნდა გიყვარდეს და ეს ყველაფერი ბევრს აი თავისი ხორცისა და სულის ნაწილად აქვს ქცეული და მორჩა გათავდა, მან იცის როგორ გრძელდება ეს ოჯახი და რომ ვერ იქნება ვერც ერთი ოჯახი ესე ცალკე ამოხეული და ამოგლეჯილი. მაგრამ გაჩნდა მერე სხვანაირი წყობა. მე იმას კი არ ვამბობ, რომ ის ცუდია. მე ვამბობ, რომ თუ ადამიანმა კარგად არ მიიღო რაღაცა, სამოთხესაც კი არ შეირგებს. გაჩნდა მაგალითად უზრუნველყოფილი სიბერი, პენსია. ეს ხო არ იყო, საუკუნეა სულ რაც არსებობს სტაბილური პენსიები. ყველგან დღესაც არ არის. ზოგან არც არასოდეს ყოფილა. გაუჩნდა ვიღაცას რაღაცეები უზრუნველყოფილი, რომ ასე თუ ვიქნები და ჩათვალა ადამიანმა, რომ მაგალითად არ ჭირდება შვილი. ჩათვალა, რომ შვილი კი ყავს, მაგრამ მოიშოროს დროზე და მოიშოროს მასზე პასუხისმგებლობა და მოიწყვეტოს იგი თავი და შვილმაც ჩათვალა, რომ ის თავისთვის იყოს ვიღაცა და კარგად იყოს და გათითო კაცდა დაიშალა, ფრაგმენტირება მოუვიდა მთელ საზოგადოებას. და ამან ძალიან იმოქმედა, არა და თუნდაც ის გაჭირვება, განსაცდელი რომ ბოლო ვინ იქნები, რა იქნები,
ბოლო-ბოლო იძულებით უნდა მოქცეულიყო ხოლმე ზოგჯერ ადამიანი კარგად ქართული სიმღერისა არ იყოს, კაცო, თუ სწორად არ შეუწყე, ხმა შენც აგერევა და სხვასაც აერევა. ხო, რომ ჩვენგური საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველა. ერთი მათგანიც რომ გაწდეს, მაშინვე უნდა შველა, რომელიღაცა ნოტი გეკარგება, გაკლდება, რასიზმი არ გამოვა ეგ. ამიტომ ეს თუნდაც იძულებულს, თუნდაც ეს შენი გულიდან და რწმენიდან და ღრმა შეგნებიდან არ ყოფილიყო წამოსული, ადამიანი ხვდებოდა, რომ სხვანაირად არ გამოვიდოდა. მას უნდა დაეცვა რაღაცა წესები, ისიც უნდა მიხმარებოდა ვიღაცას, მასაც უნდა დახმარებოდა მერე ვიღაცა. ხან გაუმართლებდა, ხან არა, მაგრამ ყოველდღიურში ესეთი იყო ადამიანის განწყობა. ადამიანები ერთი მეორეზე სხვანაირად ფიქრობდნენ. და რაღაცებმა ადამიანში არასწორი ამპარტავნება განავითარა, არასწორად გაყეყეჩა ადამიანი და ბევრმა ჩათვალა, რომ არავინ არ ჭირდება, არაფერი არ ჭირდება. ძალიან გათავხედდა ადამიანი, ყველა არა რა თქმა უნდა, მაგრამ ბევრი. როგორც კი ოდნავ თქვა რაღაცა ან თანამდებობა იშოვა, ან რაღაცა და აღარ ძველი ნაცნობი უნდა, აღარ ძველი ახლობელი უნდა, გამარჯვებას არ ეტყვის ადამიანს, უიმე შენი სახელი დამავიწყდაო, ვეღარ გაიხსენებს. არა შეიძლება მეც ვერ გავიხსენო, აგერ ზაზა დამავიწყდა ჩვენი სტიქაროსანი, მაგრამ განა იმას ვიძახი, რომ ეგეთი რამე არ ხდება. გავიწყდება ადამიანმა. მე ვიძახი, რო ახსოვს და რო არ ახსოვს. ის რო არ ახსოვს, ბოლო-ბოლო ვინ არის, რო ადამიანია. ერთი ღმერთმა უნდა გითხრას, არ მახსოვ ხარ. და უწერია ესე სხვა შორის უფალს ჩვენთვის მინდა წერეთ. ბევრი მოვაო და მეთხვისო, განა შენი სახელით არ ვაკეთებდითო საქმეებსო, განა შენი სახელით არ წინასწარ ვეთყოლებდითო, შენი სახელით ის, შენი სახელით ესო, მე ვეთყვიო, წადითო ჩემგან, მე თქვენ არ გიცნობთ. არ გიცნობთ, იმაზე ცუდი რა უნდა იყოს ღმერთი რო გეთქვის, გამანებე თავი, არ გიცნობ. წადი, არ გიცნობ, არა ხარ ჩემიანი. ამიტომაც ჩვენც ძვირფასო და საყვარელო ძმებო და დებო. დავდგეთ ხოლმე, ვეცადოთ, ვისწავლოთ, რაც ყოველი ჩვენგანის ქრისტიანის მოვალეობაა, დავდგეთ საკუთარ თავზე მაღლა. საკუთარ განწყობებზე, ემოციებზე მაღლა და იმ დიდ განწყობას შეუერთდეთ, რაც ღმერთს უნდა. რა განწყობითაც ღმერთი უყურებს ადამიანს და ღმერთი უყურებს მსოფლიოს. რომ რა გვჭირდება ჩვენი ხვალინდელი დღისთვის. ქრისტიანობის მთავარი თვისება ეს არის სიცოცხლის სიყვარული. სიცოცხლე უყვარს ადამიანს, როგორც თავისი, ისე სხვისი, ისე ხვალინდელი, სიცოცხლე უნდა უყვარდეს ადამიანს. და არა გართობა და დასვენება და გართობაში და დასვენებაში ცუდი კი არაფერი არ არის. იმის გარეშეა უკვე ეს უბედურება. იმის გარეშეა უკვე ეს მატყუარა რაღაცა. როცა ადამიანს სიცოცხლე არ უხარია და თუ სიცოცხლე გვიყვარს, თუ სიცოცხლე გვიხარია, ესაა უკვე ჩვენი ბრძოლა. რა შემიძლია გავაკეთო ჩემი ქვეყნისთვის? ვიღაცას ის შეუძლია რომ უბრალოდ კიდე ერთი შვილი გააჩინოს და ამითი ქვეყანა გააძლიეროს და არა აბორტი კეთდებოდეს და შვილის მკვლელობის ცოდვა ემატებოდეს ჩვენ საზოგადოებას. როცა ადამიანები ერთ წუთს ნატრობენ სიცოცხლისას, ერთ საათს ნატრობენ ხოლმე სიცოცხლისას, რომ ვიღაცამ მოუსწროს გზაშია და ნახოს და ჩვენ როგორ არ უფრთხილდებით ხოლმე და არ გვიყვარს ზოგჯერ არც ჩვენი და არც სხვისი სიცოცხლე. ამიტომაც სიცოცხლის სიყვარული ვიმეცადინოთ, ვისწავლოთ, დავაფასოთ, რაც ღმერთმა მოგცა. ყოველ დღე ღმერთს მადლობა უთხრათ იმისთვის, რომ ჩვენი ცოდვების გამო მიწა არ გვისხდება და მეხი არ გვეცემება. და გავიხაროთ, იმიტომ რომ ასე უყარვართ უფალს. გავიხაროთ, იმიტომ რომ მან გვითხრა. მე თქვენთანა ვარ ყოველ დღე და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა. გავიხაროთ, იმიტომ რომ მან გვითხრა, ნუ გეშინიათ მცირესა მაგას სამწსოსა. მე უკვე ვძლიე სოფელს და ასე შემდეგ. ამიტომაც აი ესე ხალხო, სიცოცხლის სიყვარული და სიცოცხლის სიყვარული ესაა ცოცხალი ადამიანების სიყვარული. იმათი გულისა და განწყობის სიყვარული. არათუ ქრისტიანულად საერო უჟმურმა სამართალმაც კი იცის ამდენი, რომ ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანა, ადამიანის ნერვების მოშლა, ადამიანის გულის მოკლა და ასე შემდეგ. კანონითაც კი ისჯება და მით უმეტეს ქრისტიანული 1000 ჯერ უფრო ფაქიზი და 1000 ჯერ უფრო ამაღლებული კანონით
რამდენად დიდი უწესობა იქნება, ჯერ თვითონ რო ვერ დაილაგებს ადამიანი თავს და მერე კიდე სხვას რო დაუწყებს ნერვების მოშლას და არეულს. ამიტომაც გვიყვარდეს სიცოცხლე, გვიყვარდეს ლოცვა, სიცოცხლის წყარო არის ღმერთი, მეტი წყარო სიცოცხლისა არ არსებობს. იგია ჩვენი დამბადებელი და ყოველივეს გამჩენი და შემოქმედი. ამიტომ სიცოცხლის სიყვარული პირველი არის ღმერთთან ურთიერთობა. ნუ დავკარგავთ წირვალოცვის მადლს, ნუ მოვაკლდებით ლოცვას და ყველაფერი ღვთისმადლითა და ღვთისწყალობით იცვლის ფერს აუცილებლად უკეთესობისკენ. ღმერთმა გაგახაროთ და ღმერთმა გაგაძლიეროთ. სადღესასწაულო დღეები, დიდი კვირა მოდის. სამშაბათს არის სვეტიცხოვლობა, შემოდგომის სვეტიცხოვლობა და ამიტომაც იქნება სახურება ორშაბათს და სამშაბათს იქნება წირვა. მერე სამშაბათს იქნება ლოცვა და ოთხშაბათს ისევ იქნება წირვა. გეგმიურად როგორც არის ხოლმე მოსახსენებელსაც წავიკითხავთ, მაგრამ სადღესასწაულო მსახურებაც არის, იმიტომ რომ არის დიდმოწამე დავითისა და კონსტანტინეს ხსენება, მოწამეთობაა ოთხშაბათი. ოთხშაბათს, კი. ხუთშაბათს დილით სავარაუდოდ იქნება მსახურება, მაგრამ ჯერ არ არის დაზუსტებული, ამიტომ ხუთშაბათზე არაფერს არ გეტყვით. მაგრამ ხუთშაბათს საღამოს იქნება ლოცვა. ყველაფერი ჩვეულ დროს 16 საათზე და დილის 9 საათზე. ხუთშაბათს ლოცვა იქნება აუცილებლად საზეიმო, იმიტომ რომ პარასკევს არის ჩვენი ტაძრის რამოდენიმე დღესასწაულიდან და ნიშანდობლივი დღიდან ერთ-ერთი ევდემოს კათალიკოსის ხსენება. ევდემოს დიასამიძის ამ დიდი მამულიშვილის და მღვდელმოწამის ხსენებაა. ჩვენს ტაძარშია იგი მოგეხსენებათ დაკრძალული, აი ტაძრის უკან დასავლეთ მხარეს კედელთან და ევდემოს კათალიკოსის ხსენებაა. ამ დღეს ვცდილობთ ხოლმე, კარგად იცით რომ მრევლი ვიყოთ შეკრებილი, მოდიან დიასამიძეების საგვარეულოს წარმომადგენლები, ბევრი კარგი ადამიანი მოდის ხოლმე ამ დღეს და ღვთისმადლითა და ღვთისწყალობით ხუთშაბათს ლოცვა გვექნება და პარასკევს დილით წირვა გვექნება ამ დღის პატივად და აღსანიშნავად. მერე პარასკევს გვექნება ისევ ლოცვა და შაბათს გვექნება წირვა. ჩვეულებრივ მიცვალებულებს როგორც ვიხსენიებთ ხოლმე, მოვიხსენიებთ, თუმცა იმავდროულად შაბათიც არის ჩვენთვის ძალიან საზეიმო და სასიყვარულო დღე, იმიტომ რომ არის გრიგოლ ხანძთელის და მთელი ტაოვერი და კლარჯელი მამების ხსენება. შაბათს მერე იქნება ჩვეულებრივ ისევ ლოცვა და მომდევნო კვირას უფლის მადლითა და წყალობით გვექნება ისევ წირვა. დანარჩენს გზადაგზა მოგახსენებთ მერე. გაიხარეთ და გაძლიერდით, ჩვენთან არის ღმერთი. სიცოცხლე არ მოგაკლოთ ღმერთმა მრავალსა წელსა.